მინდა გავაკეთო განცხადება, რომელიც მიმაჩნია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ჩემთვის პირადად და ჩემი ოჯახისთვის არის ძალიან სახიფათო, მაგრამ ასევე მიმაჩნია, რომ ეს არის მოქალაქეობრივი ვალის მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩვენ ვართ დევნილები აფხაზეთიდან, საკუთარი საცხოვრებელი ბინა იქ სადაც აშენდა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია 239 კვადრატი. ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლებამ ჩვენი საცხოვრებელი ბინა შეგვაწერა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. საცხოვრებელ ბინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ქალაქ თბილისის მერიასთან, კერძოდ ვიცე-მერთან, ყოფილ ვიცე-მერთან, ამჟამად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ბატონ მამუკა ახვლედიანთან. ერთ-ერთი ასეთი მოლაპარაკების დროს მან ამ ჩემი ბინის სანაცვლოდ შემომთავაზა $500,000, მაგრამ მერე მოხდა ისეთნაირად, რომ კრიმინალებთან გარიგებით ჩემი ბინა მერიამ შეისყიდა კრიმინალებისგან $1,500 მთლიანი 239 კვადრატი ფართით. ბოლოს მოხდა ისეთნაირად, რომ როდესაც თბილისში პიკს მიაღწია დემონსტრაციებმა და იყო ძალიან ისეთი დაძაბული სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტის რეზიდენცია იყო ალყაში მოქცეული. ეს იყო დაახლოებით 2007 წელი. მიბარებს ვიცემერი ბატონი, მაშინდელი ვიცემერი ბატონი ახვლედიანი, რომელსაც ხვდები მე მის კაბინეტში და მეუბნება მახსენებ ჩვენ წინა ვიზიტებს, როცა ის თავაზობდა $595,000 და მეუბნება მე შენი ბინის სანაცვლოდ ყოველ შემთხვევაში მერიამ უნდა გადაგიხადოთ $2 მილიონი. ეს შემოთავაზება თავიდან ჩემთვის იყო რაღაცნაირად ხუმრობის მაგვარი რაღაცა. და მე მას როცა უთხარი, რომ $595,000 არ მაძლევდნენ და $2 მილიონი რის სანაცვლოდ უნდა მომცეს მამუკა ახვლედიანმა, მან მე მითხრა ასეთი რაღაცა, რომ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საჭირო დროს და ძალიან საჭირო საქმე არის გასაკეთებელი, რომლის სანაცვლოდ შენ მიიღებ ამ თანხას. ასევე მეუბნება ამ თანხის გარდა შენ მიიღებ სხვა პრივილეგიებს, რასაც ქვია შვილების სამსახურით უზრუნველყოფა, კაი ხელფასებით უზრუნველყოფა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მე გულდასმით მოვისმინე, მან მითხრა, რომ გულდასმით მოვისმინე და მეც მოვუსმინე გულდასმით და მეუბნება ასეთ რაღაცას. საქართველოს პრეზიდენტი რამოდენიმე დღეში ყოველ შემთხვევაში დაიგეგმება, გეცოდინება, ჩაატარებს შეხვედრას მოსახლეობასთან. ერთ-ერთი შეხვედრის დროს შენ ძალიან კარგი სპეციალისტები, ცოტა ისეთი იმით მითხრა, გაგიწევენ ყველანაირ კონსულტაციას, გაგიკეთებენ სპეციალურ კორიდორს პრეზიდენტთან მისაახლოვებლად და შენ უნდა მოახდინო პრეზიდენტის ლიკვიდაციის იმიტირება. ეს ყველაფერი საჭირო არა პრეზიდენტის მკვლელობისთვის, არამედ საზოგადოების დასანახად. მე ვეუბნები ახლა ჩემთვის იყო ეს გასაკვირი, როგორ ამას მთავაზობს მთავრობა და ამას მთავაზობს ამის იმიტირებას. მე მაშინ უნდა მეთქვა, საიდან გავაკეთე, როგორ გავაკეთე. მაგრამ ბოლოს მეუბნება და მიკონკრეტებს ასეთ რაღაცას. ვითომ ჩემი შემოთავაზება შენ გითხრა ბატონი ვალერი გელბახიანმა, რომელიც იმ დროს იყო პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი. ასევე მიკონკრეტებს. თითქოს ვალერი გალბახიანი მთავაზობდა იმას, რაცაც მიყვება მამუკა ახვლედიანი. ესე იგი ეს იყო დაკვეთა, რომ თქვენ უნდა დაგებრალებინათ ვალერი გელბახიანისთვის პრეზიდენტის ლიკვიდაციის. რა თქმა უნდა, მაგრამ ამაში პრეზიდენტის ლიკვიდაციის შეკვეთა დამავალა, ვითომ შეკვეთა მომცა ვალერი გელბახიანმა. ესე იგი, მე უფრო კონკრეტულად ამიხსნა და უფრო კონკრეტულად ვიტყვი მეც საზოგადოების გასაგონად. ესე იგი, ერთ-ერთი შეხვედრის დროს მივახლოვდებოდი ბატონ პრეზიდენტს, ხელში მექნებოდა ახვლედიანის მიერ წინასწარ ჩემთვის გადმოცემული რაღაც სპეცსამსახურების მიერ ეტყობა, მაგრამ ახვლედიანის სიტყვები, რასაც მეუბნებოდა ახვლედიანი თავის სიტყვებით, სპეციალური ნაკეთობა, ანუ ბომბი, ეგრეთ წოდებული, რომელსაც მე ახლა ახვლედიანის ბომბს დავარქმევ, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ აფეთქდებოდა. ამ სიტუაციაში თუმცა ასევე მიკონკრეტებს, რომ პრეზიდენტის დაცვა, უსაფრთხოების სამსახურები იქნებოდნენ სრულ მზადყოფნაში და მათ ეცოდინებოდათ აღნიშნული შესახებ, მოახდენდნენ ჩემს ნეიტრალიზებას, მე დამაკავებდნენ ერთი სიტყვით, დამიჭერდნენ. ამას დაინახავდა მთელი საზოგადოება, რომ აი ვიღაცა ფიფიამ ახდენდა ამას ჰქონდა მცდელობა. შემდეგ მიკონკრეტებს ბატონი ახვლედიანი, რომ ყოველივე ეს მე უნდა დამებრალებინა გელბახიანისთვის. ასევე მიკონკრეტებს, რომ თითქოს გელბახიანი მარწმუნებდა, რომ სააკაშვილის დრო არის დამთავრებული, სამთვეში მოდის თითქოს და პატარკაციშვილი, სამთვეში მე გამომიშვებენ და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, ახვლედიანს უნდოდა საზოგადოება დამარწმუნებინა, რომ აი ჯალათი პატარკაციშვილი, ჯალათი მისი ჯალათები თავაზობდნენ მე ამას. უკაცრავად, მაგრამ თქვენ ხო დაგიჭერდნენ? არა, მე დამიჭერდნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ ახვლედიანის შეთავაზებას თუ შევასრულებდი, ახვლედიანი აქ იყო მეასახარისხოვანი ფიგურა, ესე იგი მთავრობის დაკვეთას თუ შევასრულებდი, საზოგადოება თუ დარწმუნდებოდა იმის, რომ აი სააკაშვილის ოპონენტი მე რას მთავაზობს, ესე თავის პირობას ასრულებს
მთავრობა, ანუ ახვლედიანი, მოდი ასე პირობითად ვთქვათ და მე გამომიშვებენ ციხიდან. გარანტია იქნებოდა ძალიან მყარი, მაგაზე უფრო კონკრეტულად დავკონკრეტებოდით და შევთანხმდებოდით, მაქსიმუმ მომიწევდა ციხეში ჯდომა 1 თვე, 1 თვე ნახევარი. ამის შემდეგ მე გამომიშვებდნენ, იქ აღიარებით ჩვენებას მივცემდით ტყუილს, დავაბრალებდი გელბახიანს, საპროცესო თანხას გადაიხდიდნენ, ვითომ ჩემ მანათესავებმა გადაიხადეს, ეს ყველაფერი იყო ნათქვამი ჩემზე. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო ჩემთვის, რომ მე იმ წუთას გადავწყვიტე ერთი რაღაც. ყველაფერზე დავთანხმებოდი, ოღონდ უგულავას შენობისგან გამომეღწია თავი. 100% ვარ დარწმუნებული, ეს იყო შეთანხმებული უგულავასთან, უпростоრად ეს იყო უგულავას მიცემული დავალება ახვლედიანზე, ვინაიდან ჩვენი ოჯახის საქმე იყო ძალიან გახმაურებული, რეზიდენციის საკითხი, მაგრამ უგულავას შეთანხმებული ჰქონდა, ეს მე ამაში ვარ 100% დარწმუნებული. ამ სიტუაციაში ეს იმ ხელა შოკის მომგვრელი იყო ჩემთვის, რომ იმ მომენტში ჩემთვის თავარი იყო, რომ გამოსულიყავი შენობიდან. მე მას ვუთხარი ბატონ ახვლედიანს, რომ ერთი დღე მოეცა ჩემთვის მოფიქრებისთვის, ჩამოყალიბდებოდი და უფრო მომზადებული, უფრო ფსიქოლოგიურად დამშვიდებული მოვიდოდი მასთან. ზუსტად საღამოს მეორე დღეს 8 საათზე უნდა მივსულიყავი. მე დავტოვე ქალაქი თბილისი, მივედი ჩემ ოჯახში, ოჯახს ვუთხარი, რომ იყავით ფრთხილად. შეიძლება რაღაცა მოხდეს, მოგადგნენ პოლიცია, რატო რა მოხდა, არანაირი დეტალური ინფორმაცია ოჯახისთვისაც კი არ მიმიციათ. ამ ყოველივეს მერე ღამის 11-ის ნახევარზე მირეკავს ბატონი სოსო თოფურიძე. ეს ხდება დაახლოებით ახალ წლამდე. მირეკავს სოსო თოფურიძე და კატეგორიულად თხოვს მოდულის შენობას მისვლას. მე როცა მას ვეკითხები, რომ რა საკითხზე იქნებ ტელეფონზე მითხრათ, იმიტომ რომ მე არ ვიმყოფები თბილისში, ვარ ცოტა ნასვამ მდგომარეობაში, ის მეუბნება, რომ საქართველოს ნებისმიერ ტერიტორია კუთხეში, სადაც არ უნდა იყოთ, გიგზავნით მანქანას, დღესვე უნდა მოხვიდეთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში ოჯახთან შეთანხმებით ვიღებ გადაწყვეტილებას, ვრისკავ მივდივარ მოდულის შენობაში. პირდაპირ შევყავართ სოსო თოფურიძის კაბინეტში ღამის 12 საათზე 12 საათიდან სოსო თოფურიძე მისი დამქაშები ვიღაც დავით გოგოტიშვილი გამომძიებელი თუ გოგატიშვილი მეუბნებიან მკითხავენ რომ რამ გამოიწვია ასეთი ფაქტი ვისგან მომდინარეობს მე მათ ვეუბნები პირდაპირ იმ სიმართლეს ესე იგი ეს ინფორმაცია ყველაფერი იცოდნენ ამათმა მე რო ვიმალებოდი, რატომ ვიმალებოდი, იმიტომ ყველაფერი მთავრობისგან მოდიოდა, მათი დაკვეთა იყო და ეხლა ინფორმაცია რომ ჩემთან იმალებოდა, აი ეს შიში არ ასვენებდათ მაგათ. მე მათ მოვუყევი ზუსტად ის სიმართლე, რაც ეხლა ვთქვი. როგორ დამავალა, როგორი შეკვეთა მომცა ახვლედიანმა, როგორ შემომთავაზა 2 მილიონი, მანამდე როგორ წამართვა ხელისუფლებამ ბინა, ქალაქ თბილისის მერიამ, როგორ იყვნენ ესენი შეყრილები იმ კრიმინალებთან, რომლებიც ვითომ დააპატიმრეს. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ეხლა რა არის ამ ყველაფერში. როდესაც მეუბნება ბატონი თოფურიძე. მოდი, იქნება ახლა გავაკეთოთ უკეთესი ვარიანტი. მე ვუთხარი, გისმენთ ყურადღებით. მოდი, შევცვალოთ ადრესატი ამ დროს. ახლა ჩემთვის წარმოუდგენელია თუ ამ თემის გაგრძელებას ესენი კიდევ შემომთავაზებენ. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ამ და მე ვუთხარი, გაგრძელებაში რას გულისხმობთ. მოდი, ადრესატი ვალერი გელბახიანი. მოდი, ახლა გავწიოთ განზე და ჩავანაცვლოთ სხვა პიროვნება. აი, კიდევ ვერ მოვდიოდი. გეუბნებით აგერ კიდევ ვერ მოვდიოდი აზრზე რას მთავაზობდნენ და ესე იგი ჩანაცვლებას ითხოვდნენ ან ირაკლი ალასანიათი ან ბატონი ბიძინა ივანიშვილი მე ახლა მინდა ვაღიარო პირდაპირ აბსოლუტურად ცხოვრებაში არასდროს არა ვარ ირაკლი ალასანია შენახვედრი და მით უმეტეს მხოლოდ ტელევიზორზე ფირით თუ მინახავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი 4 დღე დაღამე ყავდით საპირფარეშოშიც კი ზედამხედველების გარეშე ვერ მივდიოდი. დღეს თვითონ ამ მოდულის შენობაში უნდა ჩემი ხელში ჩაგდება, ვინაიდან ესენი არიან დარწმუნებულები, რომ ეს ინფორმაცია მაგათი შეხედულებით ბომბი ინახება ჩემთან. ყველა დეტალი რაც დაადასტურებს ამას, პირველი დღიდან მოყოლებული ეს ამბავი გრძელდება არის 8 წელი, ჩემი საკუთრების საკითხი, რომელიც ხელისუფლებამ პირწმინდა წამართვა დღისით მზისით, რომლის გამო ხმა არ მოიღო არავინ, ერთადერთი გარდა, როდესაც დოკუმენტების გაყალბება, მუქარა, შეშინება, ოჯახს ამოგიწყვდა, ყველანაირი ზეწოლა მიმდინარეობდა ჩემ ოჯახს. ეს გეგმა ეთყობა მუშავდებოდა და ბოლოს უკვე მე როცა მომაქციეს უკვე მიმაყენეს კედელზე და დამარწმუნეს რომ შენი ბინისანაც ფულს კი არ მიიღებ, წახვალ ციხეში. ხმას თუ ამოიღებ, წახვალ მიწაში. და მე ეგონათ რომ გავჩერდებოდი და რახან ატყობდნენ რომ არ ვჩერდებოდი, უკვე უნდათ მე მინდა ბირთვი რა არის ამის ბირთვი და მთავარი რა იყო შინაარსი. უნდათ ჩემი გამოყენება, ზუსტად ამ პრობლემის გამო ეგონათ რომ ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი და თუნდაც ჩემი ერთი სიტყვის თქმით, ან ვიღაცაზე არასწორად და ტყუილად მოგონილად თითის დადებით, ვიღაცა ერთ ოპონენტს მაინც დაიჭერდნენ და ჩამოიშორებდნენ და დღეს ამ წუთიდან
დარწმუნებული ვარ, როგორი ძალებით იქნება შემოტევა. მაგრამ თუ მე დამაპატიმრეს, დაუშვათ. და გავრცელდა ყოველ შემთხვევაში განსაკუთრებით მინდა ამას მიაქციოთ ყურადღება. შეიძლება რამოდენიმე დღეში გავრცელონ ინფორმაცია, რომ გულის შეტევით გარდაიცვალა. ვარ ძალიან ჯანსაღი, გული მაქვს ძალიან მაგარი და მაგარი გული რო არ მქონდეს, მე ამის გამკეთებელი და ამ ინტერვიუს მიმცემი ნამდვილად არ ვიყავი, აქედან რომ ასე რომ იცოდეს მინდა ყველამ რომ არანაირი პრობლემა ჯანმრთელობის მხრივ არ გამაჩნია, ჩემი სიკვდილი ერთადერთი გამოწვეული იქნება თუ ეს მოხდა ღმერთმა ნუქნას ამათი მხრიდან.